გამარჯობა მეგობრებო, ვინც გაახარეთ სატაცური, მოკლე ვიდეოს ჩაგიწესთ. ესე იგი, სატაცური არ უნდა გქონდეთ ძალიან შუაგულ მზეზე რა. ეხლა აქ ხის ძირი არის და ნაწილობრივი ჩრდილი იქნება. მე დავაგვიანე თავების წაწყვეტა. ანუ როგორც კი აქ იზარს გამოვაგდებს 1-15 სანტიმეტრს, თავები უნდა წააწყვეტოთ რა. აუცილებლად. კამერამე მაკრატელი მინდა, თორე ერთი ძალიან მოვაგდე ძირიანად. ხო, ანუ თავები თუ არ წააწყვეტეთ, დაწვება რა. ძალიან სწრაფად იზრდება და ძალიან მაღალი. ხო, და ესე დატოვეთ, არ არის პრობლემა. ან თუ გინდათ უბრალოდ აი მარტო ზედა თავი წააწყვეტეთ, დაიწყებს გასქელებას და გვერდითა ტოტების გამოშვებას. მერე კარგად რო დაიფუნჯება. ეხლა ალბათ უფრო მაისისკენ, სადმე ჩრდილი ან ფხვიერ ადგილას გადავიტან. აი ესე დატოვეთ. არის როგორ ჩანს? ერთი სიტყვით გადაწეწკვა უნდა თავების. აქ ძალიან გამექცა. დამოვიწყდა საერთოდ ესენი. ხო და აი გვერდზე თვითონ გამოიტანა ამონაყარები. და მაგის თავზე ზუსტად გადავწყვეტა. ეხლა მოვიტან მაკრატელს ან რამეს რო ეს თითებით არ გავაფუჭვან დანას. ხო, ერთი სიტყვით ეს უნდა აუცილებლად, თორე ესე დაწვება. ეხლა რო გადავაჭრით თავებს, წამოდგება ჩვეულებრივად და მთელი დღე მზის გულზე ნუ გააჩერებთ, არ უყვართ ეგეთი, თქვენ თუ გინახიათ სატაცური და მოგიგროვებიათ, ხეების ძირში იზრდება ჩვეულებრივად, ასე რომ უკვე შეიძლება გადმოტანა ხის ძირში და ეს შუქი ამისთვის საკმარისი იქნება რა. არ არის ძალიან შუქის მოყვარული მცენარე. აბა, ყველას წარმატებები და კარგი დღე. ხო, ეს გავრიშის თესლი არის სატაცურის, ვისაც გაინტერესებს. იქიდან ამოსული. წელს არ ვყე დიდი, მარტო ჩემთვის ქონდა წამოღებული რამოდენიმე შეკვრა. თითქმის ყველა ამოვიდა. რამოდენიმე მე თვითონ გავაფუჭე ამოსვლისას, 90% ამოვიდა. არ ჩამილბია საერთოდ. აი, უბრალოდ ჩავყარე თესლები, ეს უფრო პატარა კასეტაა და ის უფრო დიდებში, არ ვიცი, ზდა უკეთესია გაშკარად. არ ვიცი რატო. აი ერთდროულად დათესილები რა. ახეთ ის ამხელებია. არქით ხა მივხედავ. ყველას წარმატებული სეზონი და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თორე ერთი და იგივე შეკითხვება სიმართლე გითხრათ დამღალათ. ნახეთ იქ ვიდეოების არქივი და მე დავსვით ხოლმე შეკითხვები თუ ვერ იპოვეთ თქვენთვის სათანადო ვიდეოს ან ჩვენი Facebook-ის ჯგუფში საძიებელში ჩაწერეთ ხოლმე ის სიტყვა რაც გინდათ ან ჩითილი ან ბალი ან დაავადება რამე რაც გაინტერესებთ YouTube-ის საძიებელში და თუ ვერ იპოვით მე დაპოსტეთ ხოლმე რა. ერთი და იგივე პოსტებზე პასუხის გაცემა მართლა ძალიან დამღალა, ნახეთ ამდენი საქმე მაქვს თავზე მაყრია ყველაფერი.